დიდი მადლობა მაია, თამრიკო, ლევან. მე მიმართავ ჩვენს კოლეგა დათო ჯალაღანიანსაც აქედან. როგორც უკვე მაიამ მოგახსენათ, მივიღეთ გადაწყვეტილება და მე მივიღე გადაწყვეტილება ასევე რომ გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან და დავდგე ჩემი მეგობრების და თანამებრძოლების გვერდით. მე ვიყავი, დღეიდან ისე ვარ და მომავალშიც ვიქნები თავისუფალი დემოკრატების გვერდით. იმ გურდის გვერდით, ვისთვისაც მთავარი ფასეულობა არის ადამიანი, მისი უფლებები, ვისთვისაც უმთავრესია ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფოს აშენება, ვისთვისაც უმთავრესია ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი. ამ ღირებულებების გარშემო გაერთიანდა ეს გუნდი. ამ ერთობას საფუძველი ჩაუყარა ჩვენმა უფროსმა მეგობარმა, ქვეყნის გულმხურვალე პატრიოტმა, ბრწყინვალე დიპლომატმა, უბრალოდ ძალიან კარგმა ადამიანმა ლევან მიქელაძემ. სიმბოლურია, რომ დღეს 7 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც 2007 წლის 7 ნოემბერს მან პროტესტი გამოთქვა სააკაშვილის ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო და გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. იგი გვერდში დაუდგა ირაკლი ალასანიას. მასთან ერთად დააფუძნა თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური გუნდი. მათ გვერდში დაუდექით ჩვენს დიპლომატები და არა მხოლოდ ალექსი პეტრიაშვილი, ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე, ნინო გოგუაძე და სხვები. არავითარ შემთხვევაში პარალელს არ ვავლებ 2007 წლის 7 ნოემბერთან, მაგრამ სამწუხაროდ დღეს სხვა რეალობის წინაშე დავდექით. გაჩნდა კითხვები ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში. მე არ მაქვს მორალური უფლება დღეს სხვაგვარად მოვიქცე. არასდროს ჩემი ქვეყნის პრინციპებისთვის არ მიყავატია. მე ვარ კარიერული დიპლომატი. ჩემი ცხოვრების თითქმის ნახევარი 22 წელი ვემსახურე ამ სამსახურს და ამ საქმეს მიუძღვენი ყველაფერი. არც ერთ წუთს არ გადამიდგამს გაუაზრებელი ნაბიჯი. არც 2009 წელს, როდესაც გადავდექი ელჩობიდან. 2012 წლის 1 ოქტომბერს, როცა კვლავ დაბრუნდი დიპლომატიურ სამსახურში, დარწმუნებული ვიყავი, რომ აღარასდროს მომიწევდა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა. 2 წელი ერთგულად ვემსახურე ჩემს ქვეყანას, ჩემ მეგობრებთან ერთად, მაიასთან, თამრიკოსთან, ლევანთან. თავისუფალი დემოკრატები მინდა ასევე მოიხსენიო, რომლებიც ასევე ერთგულად ემსახურებდნენ 2 წელი ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს. ამაყი ვარ, რომ ასოცირების ხელშეკრულების პარაფერებულ 1000 გვერდზე ჩემი ხელმოწერა დავტოვე. ეს უბრალო ხელმოწერა არ არის. იქ არის ჩემი გული. იქ არის ჩემი რწმენა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი არის უცვლელი. ჩემი დღევანდელი არჩევანი არის შესაბამისობაში ჩემ სამსახურთან და ღირებულებებთან. მადლობას გიხდით ყველას, ჩემს კოლეგებს, ქართველ და უცხოელ დიპლომატებს, თქვენ ჟურნალისტებს, თქვენ რუსთან ერთადაც ყოველ ორშაბათს ვაჯამებდით წინაკვირის შედეგებს და გიყვებოდით დაგეგმილი ვიზიტების შესახებ. მე არსად არ მივდივარ, არ გემშვიდობებით. მე ისევ აქ ვარ, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად. ნახვამდის.